კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. Ამ თემაზე დღეს სტუდიაში სასაუბროთ დავპატიჟეთ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თეოდორაშვილი, რომელსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ. დილომსა მამო, დაგლოცეთ. ყველა დაგლოცოთ და ყველა სულოცავ ნათლისღების დღესასწაულს. ასევე გილოცავთ ჩვენთ და მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თავდაპირველად კიდევ ერთხელ შევახსენოთ რა ხდება ამ დღეს, როდესაც უფალი ნათელს იღებს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ. ამ დღეს მეორენაირად უწოდებენ სამების განცხადებასაც. რატომ? კიდევ ერთხელ შევახსენოთ ტელემაყურებელს ისტორია ამ მოვლენისა და მნიშვნელობა და შემდეგ შეგვიძლია უკვე სხვა საკითხებზეც გადავიდეთ. შეიძლება ითქვას, რომ დამასტარით გიორგი მე უნდა მეთქვა, გაცემულმა ადამიანმა ბოლომდე არ იცის დღესასწაულების შესახებ. ანუ ნებისმიერი დღესასწაულის ბრწყინვალე იქნება აღდგომა არის მარტო ბრწყინვალე და დანარჩენი საუფლო და საეკლესიო დღესასწაულების არსი ადამიანმა ბოლომდე არ იცის. არც ანგელოზები, რომლებიც აუწყებენ ამა თუ იმ დღესასწაულს, ბოლომდე არც მათ იციან ამა თუ იმ დღესასწაულის შინაარსზე. ჩვენ გვეუწყა ეკლესიით, ეკლესიაში მამების მიერ ლიტურგიაზე აღესრულება და თუ გვინდა რომ კარგად ჩავწდეთ რომელიმე წმინდანის ცხოვრებას, მის მოღვაწეობას ან ამა თუ იმ საიდუმლოს, უნდა წავიკითხოთ ტროპარი. და დღევანდელი დღესასწაულის ტროპარი პირდაპირ ბრძანებს რომ როდესაც მაცხოვე თანამედროვე ენაზე ვიტყვი რომ გასაგები იყოს, თუმცა ქრისტე მინება ნათლისღება დადგინდა, გამოცხადდა წმინდა სამების თაყვანისცემა. აი წარმოვიდგინეთ რომ ამხელა ძველი აღთქმა, რომელიც არის აჩრდილი ახალი აღთქმისა, სიმბოლურად გვაუწყებს ხოლმე სამების შესახებ. ანუ ძველმა აღთქმამ სამება ღმერთი არ იცის. უწყებულია ჩვენთვის რომ ესე იგი ქრისტემდე ჭეშმარიტი სარწმუნოება იუდაიზმი მხოლოდ ებრაელ ერში იყო. მარტო მათ იცოდნენ, ეს იყო ხაზგასმით, ასე ვთქვათ, მონოთეიზმი, ერთღმერთიანობა. და დანარჩენი ყველა ეროვნება იყო, ასე ვთქვათ, საშინელ წარმართობაში ჩავარდნილი მრავალღმერთიანობაში, პოლითეიზმში და ასე შემდეგ. და მამების ვავენ კითხვას რომ რატომ არ განუცხადა ძველი აღთქმის მამებს და მართლებს ღმერთმა წმინდა სამება. იმიტომ რომ შეიძლებოდა მრავალღმერთიანობაში ჩავარდნილიყვნენ ისინი მომზადებულები არ იყვნენ ამისთვის, თუმცა ძველ აღთქმაში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, დასაბამიდანვე როგორც კი თქვათ იწყება, ასე ვთქვათ, მოსეს მიერ ძველი აღთქმის პირველი წიგნის დაბადების ანუ შესაქმის აღწერა, იქ წერია რომ დასაბამად ქნა ღმერთმა ცადა ქვეყანა. ეს ებრაულად ასე გამოითქვის რომ ბერეშით ბარა ელოჰიმ. ელოჰიმ მრავლობითი წერია ეს ყველა ებრაელმა იცის, ეს საკითხული აქვს ბიბლია. ასევე წერია რომ ქმნეთ კაცი ხატებისაებ და მსგავსებისაებ ჩვენ და აქაც მრავლობითი ფორმა. ჩავიდეთ და აურიოთ ენები. აქაც მრავლობითი ფორმა და აი იქნა ადამი ერთი ჩვენთაგანი. აქაც მრავლობითი ფორმა. მამრეს მუხასთან გამოცხადდება სამი ანგელოზის, ასაც სამი პიროვნების, სამი ანგელოზი, ესეც სახი არის წმინდა სამების და ესაიას ხილვა, როცა მან ნახა ანგელოზები ცაბაოთ უფალს ადიდებდნენ, წმინდა არს ცაბაოთ უფალ. ეს ყველაფერი არის აჩრდილი, მაინც ეს არის ყველაფერი სიმბოლიზმი, რომელიც ახალ აღთქმაში განცხადდა, ოთხივე მახარებელი აღნიშნავს ნათლისღებას და განსაკუთრებით მათესახარების ბოლო 38-მე თავი, ეს არის კონსტიტუცია ახალი აღთქმის და მაცხოვრის სიტყვები, რომ წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი, ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინდისა სულისათა. ეს ნიშნავს იმას, რომ წმინდა სამების სახელზე არის აუცილებელი ნათლისღება. სხვანაირად ვერავით არ ეძახორციელი, ვერ იხილავს ცხონებას და ვერ დაემკვიდრებს სასუფეველს. სულ ეკლესია წმინდა წერილი გვაუწყებს სამი ნათლისღების შესახებ. პირველი ეს არის სიმბოლური ნათლისღება მოსეს მიერ დადგენილი განბანვის რიტუალი იყო, წყალში ხდებოდა განბანვა, თუ ადამიანი მიცვალებულს შეეხებოდა, უკვე ითვლებოდა უწმინდურად და ის უნდა განბანილიყო, სხვანაირად ვერ შევიდოდა ასე ვთქვათ ბანაკში. მეორე ეს ნათლისღება იოანესი, რომელიც იყო სინანულისთვის მოსამზადებელი და ცოდების პატიება ხდებოდა. აქ შეიძლება ნაკლებად მორწმუნე ადამიანმა შეკითხვა დაგვისვას, რომ როგორ შეჭირდება ქრისტეს, რომელიც არის ნათელი სოფლისა, ნათლისღება, ხო, ბუნებრივია და სწორედ იქნება ეს შეკითხვა, იმიტომ რომ რაც უნდა განწმენდა, ხო, უცოდოს. უფრო ნათლისმცემელი შეიძლება ერქვას ქრისტეს და არა იოანეს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ იოანეთი და იორდანეთი მთელი ძველი აღთქმა მოინათლა და განიწმინდა სტიქია წყალი, რომელიც ასე ვთქვათ, თავის თავში სამივე სტიქიას მოიცავს. მოიცით რომ 4 სტიქია არსებობს, ჰაერი, წყალი, ცეცხლი და მიწა და წყალი ყველაშია და ყველა სტიქია ფაქტურად წყალშია. კირილი იერუსალიმას ძალიან ბევრი ჰომილიები აქვს ნათლისღების შესახებ, ამბობს რომ დასაბამი შესაქმისა არის წყალი, ხოლო ახალი აღთქმისა არის იორდანე.
აი ამიტომაც ჩემო გიორგი განცხადება უფლისა, ასე ვთქვათ, წმინდა სამების გამოჟღავნება მოხდა იორდანეზე რა და რატო? ასევე ერქვა ეს გამოცხადება მაცხოვრის შობას და იცით რომ მე-4 საუკუნემდე ნათლისღება და შობა იზეიმებოდა, მაგრამ შემდგომში უკვე ორივე ეკლესიაში მოხდა გარჩევა, გაყოფა, იმიტომ რომ მაცხოვრის შობა ბევრს არ გაუგია. მისი განცხადება კი მოხდა, მაგრამ მარტო მოგვემა გაიგეს და იოსებმა და ასე ვთქვათ, თვისებდა წყემსებმა, ხო ეს არ ყოფილა ასე ვთქვათ, ყველასთვის ცნობილი, მაგრამ უკვე როცა ხდება იორდანეში ნათლისღება იესო ქრისტესი, ხმა გაისმება მაღლიდან, წეციდან, ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიმე სათნო ვიყავ, ძეზე გადმოდის სულიწმინდა. ანუ იესო ქრისტე განცხადდა ძე ღმერთი და სულიწმინდის სახით გადმოდის მტრედი. და აქ რა ხდება? ვიცით რომ როცა ადამი დაეცა, ძველი ადამი როცა დაეცა, ხო, ზეცა დაიხურა ადამიანებისთვის და ვერავით არის ძეხორცელი, როგორც გინდა კარგი პიროვნება ყოფილიყო, როგორც მოსე, აბრაამი და დიდი პატრიარქები, ვერავინ ვერ ცხონდებოდა. ელია და ენოქიც კი არ არიან 64-ში, ანუ დაკეტილია 64 და ამ დროს უკვე როცა ნიშნავს გაიხונה ცა, ანუ ცის გაღება, გახსნა ნიშნავს იმას, რომ ნათლისღებით უკვე ეს არის კარიბჭე, ყველა საიდუმლოსი და სასუფეველის კარიბჭე ნათლისღება. აი ამ დროს ასევე ისმევა კითხვა, რომ ეს ხმა მარტო ქრისტემ გაიგო თუ იოანემ გაიგო თუ ვინ გაიგო? არის განმარტება, რომ თქონდა მაცხოვრმა თავისთავად გაიგო და გაიგო იოანე ღვთისმეტყველმაც, რომელიც აი ამ სახარების ავტორია. თუმცა 4-ვე სახარებაში წერია, მაგრამ ყველაზე კარგად წერია იოანეს სახარებაში, მაგრამ არის განმარტება, რომ ყველამ გაიგო, იქ ვინც იდგა, ეს ხმა ყველამ გაიგო, რომ ეს იყო მამა ღმერთის ხმა და სულიწმინდა გარდამავალი მტრედის სახით მოხდა განცხადება ამ დიდებული საიდუმლოსი და იმ ღმერთისა, რომელიც არის ერთარსება სამპიროვანი და ჩვენი სარწმუნოების მთავარი დოგმატი არის სწავლება ერთარსება სამპიროვანი ღმერთის შესახებ. დიახ, მამაო, ვიდრე უშუალოდ ნათლისღების საიდუმლოზე ვისაუბრებთ ჩვენს ყოფით ცხოვრებაში უკვე, თუ შეიძლება აი ნაკურთხი წყლის ძალის შესახებაც რომ გითხრათ, ჩვენ ვიცით რომ ნათლისღების დღესასწაულზე ტრადიციულად აღესრულება წყლის კურთხევის საიდუმლო წესი, წყლის კურთხევის უпростоრად აიაზმა. არიან სკეპტიკოსები, რომელთაც ეჭვიეპარებათ როგორც ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლაში, ისე ნაკურთხი წყლის ძალაში და თვისებებში და აი რომ განგვიმარტოთ, აი თქვა საიდან არის ცნობილი მისი ასეთი ძალის შესახებ, რა სასწაულები უკავშირდება? საინტერესო კითხვაა, ელისაბედ, ნამდვილად დღეს ძალიან ბევრი ქრისტიანი მიწყენენ მხოლოდ იმიტომ მოდის ეკლესიაში, რომ აიღოს ნაკურთხი წყალი და ძალიან ბევრს გონია ეს ჯადოსნური წყალი, ხო, რაღაცა მაპატია და ფოკუსი ჩაატარა ყუდელმა, რაღაცა თქვა ვერცხლის ჯვარი ჩადოო და იმიტომ მეკურთხაო და ასე თქვენ უყურებენ, ესე თქვა არც წირვას უსმენენ, არც ეზიარებიან, არის ჩოჩქოლი და მიაქვს დიდი რაოდენობით წყალი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. წაიღონ წყალი, მაგრამ მაგიური დანიშნულება არ შეიძლება რომ ამ წყალს ჰქონდეს. ეს არის ხილული სასწაული, როგორც სეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ასე თქვა, მაცხოვრის საფლავზე, როგორც ის რომ თაბორზე ასე თქვა აგვისტოში იულიუსის კალენდრით ღრუბელი ჩდება ზუსტად იმ დღეს როცა არის ფერისცვალება, როცა ხდება იორდანეში, დღევანდელ დღეს მაგალითად, ხო, იორდანეში გაკვებული საათების დროს ჩერდება იორდანე და უკუ მიიქცევა. ეს არის ხილული სასწაული, ეს არ გვჭირდება ჩვენ. ვინც მართმორწმუნე ქრისტიანები ვართ, ეს ჩვენ არ გვჭირდება, ეს ჭირდება მცირედ მორწმუნე ადამიანებს, რომ სარწმუნოებაში გამტკიცდნენ. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ქრისტიანი, იმიტომ რომ ეს სასწაული იხილა წყალის, წაიღო ერთმა ადამიანმა ლაბორატორიაში შეამოწმა, რომ სულ სხვა შემადგენლობა ჰქონდა ნაკურთხ. ამაში დარწმუნება ძალიან მარტივია. შეგვიძლია აიღოთ ჩვეულებრივი წყალი და აიღოთ ნაკურთხი წყალი და ერთ კვირაში ნახავთ, რომ ფერი შეეცვლება ჩვეულებრივ წყალს და ნაკურთხი წყალი წლების განმავლობაში არ ფუჭდება. და ვიმეორებ ჩვენ სარწმუნოებას ეს არ ჭირდება, იმიტომ რომ მას ხო არის ბრძანებს რომ ბოროტი და მემრუშე მოდგმა ეძებს სასწაულს და მათ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონასი, რომელიც 3 დღე იყო ვეშაპის მუცელში და ეს არის სიმბოლო აღდგომაზე მეტი სასწაული ბუნებრივი არ არსებობს, ზიარებაზე მეტი სასწაული როგორ შეიძლება რომ არსებობდეს, მაგრამ სამწუხაროდ დაცემული ადამიანის თვალს, ხილულ თვალს მაინც ჭირდება გამხნევება, გამტკიცება და ჩვენ ამაში ბუნებრივია. დიდი სიხარულით ვაკურთხებთ წყალს და მინდა ყველა მოვიდეს, დარწმუნდეს ამაში. ოღონდ სხვა სასწაული კიდე აღარ მოგთხოვ მე, იმიტომ რომ ერთ-ერთი მოძღვრის გამოვისმინე ასეთი რამ მამაო, რომ ყველაზე ბევრი ხალხი ტაძარში მიდის სწორედ ნათლისღებას და ზობას, როდესაც რაღაცა არის წამოსაღები ეკლესიით. კარგია რომ ახლა მაინც რომ მოდიან, ეგეც ხო კარგია, ხო შეიძლება ბევრი მოვიდეს 3 ლიტრიანი ქილით და მერე წაიღოს, ვთქვათ,
უფრო მეტი სარწმუნოება ვიდრე ქონდა. თუმცა წყლის გამრავლება შეიძლება ესეც საქმე შეიძლება. რა თქმა უნდა, სასურველია რომ ვისაც სახლი არ აქვს ნაკურთხი, ან ერთხელ ნაკურთხა და ეზარება, ან მოძღვარი არ მიუყვანია, ეს ნაკურთხი წყალი მოასხან ოთახებში, ესე ვთქვათ. და პატარა, ვთქვათ, ჭიქით შეიძლება დიდი ყველას აქვს პატარა სახლში რაღაც ფოთლებით შეიძლება ბზის ტოტით შეიძლება ვასხუროთ. გთხოვთ რომ აი ხაზი მინდა გაუსვრო აქ სარწმუნოებაზეა დამოკიდებული და არა წყლის და ბზის რაოდენობაზე. თუ ჩვენ გწამს ამ შემთხვევაში აქ იმ წყალს ძალად. მამა გიორგი, ელისავენმა თქვა წეგან რომ ვიდრე ჩვენ ყოფით საკითხებზე ვისაუბრებდეთ, რაც დაკავშირებულია ნათლისღებასთან, ცნობილი ფაქტია ის რომ რაოდენობრივად თქვა ყველაზე მეტი მართლმადიდებელი ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ბუნებრივიც არის ალბათ ეს, იმიტომ რომ დომინანტი რელიგიაა, თუმცა საქართველოს გულისხმობთ? საქართველოს გულისხმობთ, ცხადია. თუმცა მარტო ნათლისღება, კარგია ის რომ ჩვენ ვიცით, არსებობს ეს ტრადიცია, უნდა მოვნათლოთ შვილები, დიდი ძალისხმევას ვანდომებთ იმას, ვარჩევთ, ვფიქრობთ, ვინ ავირჩიოთ ჩვენი შვილების ნათლიად და ასე შემდეგ. ჩვენს ხშირად ვამაყობთ ხოლმე იმით, რომ ბევრი ბავშვი ყავს მონათლული და კარგია რომ ეს ტრადიცია არსებობს, მაგრამ რა გვევალება შემდეგ ნათლობისა? თქვენ ბრძანეთ რომ ეს არის კარიბჭე, დასაწყისია ყველაფრისა, მაგრამ მხოლოდ ის რომ მე მქვია ქრისტიანი და მხოლოდ ის რომ მე ამ რიტუალში თავის დროზე მაქვს მონაწილეობა მიღებული. რას ცვლის თუ კი მე არ ვცხოვრობ იმ წესებით, იმ ცნებების დაცვით, არ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომელსაც მე ეს რელიგია მავალდებულებს. რას ცვლის ეს ყველაფერი? აი 18-ში, 17-ში შემოდიოდა ზარები, მეკითხებოდა ხალხი, ნათლია უნდა მივიდეს ნათლულთან, თუ ნათლული უნდა მივიდეს ნათლიასთან, საჩუქარი რომელმა უნდა უყიდოს და ასეთი რაღაც სეკულარული კითხვები და მე პასუხს გავეცე ძალიან მარტივად. თუ ნათლია მორწმუნეა და ნათლული არ არის მორწმუნე, წაიყვანოს წირვაზე და აზიაროს. თუ ნათლია არ არის მორწმუნე, ესეც ხდება ხოლმე, ნათლია არ არის მორწმუნე და ნათლული არის მორწმუნე, ნათლია მივიდეს და ორივე წავიდნენ ეკლესიაში, ორივემ თქვა სახსარება და ორივემ მიიღოს წმინდა ზიარება და კარგია რომ მოძღვარმა ამ შემთხვევაში გაახსენოს ორივეს, რომ როცა ნათლისღების საიდუმლო აღსრულდა, როგორი აღთქმა დადეს, ხო, პატარა იყო ბავშვი მართალია, მაგრამ მიბრქმელმა ხო დადო პირობა რომ შეუდგება ქრისტეს. შეანერწყვა ეშმაკს, ესეთი რამხელა საიდუმლო. ეშმაკი როგორ ფიქრობთ, ხა შეანერწყებული დარჩება და არ გადაგვიხდის სამაგიეროს? და ამ დროს იცინიან, ხარხარებენ, რაღაც უხუნჯობა გონიათ რაღაც, ხო, ამ დროს და მე ყველას ვთხოვ, ესეთი თქმულება არსებობს ელისაბედ, რომ უარის თქმა არ შეიძლება ნათლიობას. როგორ არ შეიძლება? შეგიძლია მოძღვარმა არ უნდა თქვას ნათლობაზე უარი, თორე როცა მე უკვე ბევრი ნათლულები მყავს და ვერ ვასრულებ, მაპატიეთ, ვეტყვი რომ უკვე 20 ნათლული მყავს და არც ერთი სახელი აღარ მახსოვს, აღარ მივიდივარ მათთან და მაპატიეთ, უარს გეტყვით, იმიტომ რომ არ გეწყინოთ და თან არჩევენ მაპატიეთ ცნობად სახეებს, ხო, რაღაც პოლიციის უფროსებს, გამგებლებს, პოლიტიკოსებს და რომელიმე კოალიციის წარმომადგენლებს. ეს არის სისულელე. თუ ის ადამიანი მართლა ეკლესიურად ცხოვრობს, ძალიან კარგი, მაგრამ რაღაც არ ამგონია რომ ყველა ჩვენი მეგობარი და დაქალი ეკლესიურია იყოს, ხო? ვინ არის? შეიძლება არც ერთ სოციალურ სტატუსს არ ეკუთვნოდეს და ჩემი დაქალი, ხო? მაგრამ შეძლებული იყოს, ესეც გვინახავს. სამწუხაროდ რომ 7 ნათლული მყავს და სათანადო ყურადღებას ნამდვილად ვერ ვაქცე, უნდა გამოვიყო. ასევე სასურველია რომ აი ხეს ბევრი მოძღვარი ითხოვს რომ წამსი იცოდნენ ზეპირად. ზეპირად კი არ უნდა იცოდე, განმარტებით უნდა იცოდე. შეიძლება გაიზეპიროს ნათლია მან ბავშვმა, ჩაღრაკრაკოს ნათლობის დროს ის წამსი, მაგრამ წარმოდგენა არ ქონდეს რა წერია ხო იმ წამში. პატარა კატეხიზაცია, მცირე კატეხიზაცია არის აუცილებელი. თქვენ იცით რომ მე-3 საუკუნემდე ბავშვები არ ინათლებოდნენ, მაგრამ როცა უკვე რომის იმპერიაში გამოცხადდა სახელმწიფო რელიგია, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, უკვე მე ყველა ოჯახში ფაქტობრივად დედაც, მამაც, ოჯახის წევრები იყო ყველა ქრისტიანი და საჭირო გახდა რომ მოდი პატარაც იყოს ქრისტიანი. და ეს ყველაფერი შემდგომში სამწუხაროდ შეიცვალა იმით რომ დაკარგეს ქრისტიანობა და უკვე მოსაძებნი გახდა ვინმე მეურვე მიმრქმელი ვინც ითავებდა აი ამ ბავშვის ასე თქვა სულიერ განსწავლას. დღეს როგორ არის? მინდა რომ ჩემმა შვილმა ინგლისური ისწავლოს, ხო? ვეძებ კარგი ინგლისურის მასწავლებლებს. როცა დღეს ნათლია გინდა რომ შეარჩიო, როგორ უნდა შეარჩიო? ვინც კარგი ქრისტიანია და ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრობით, ხო? უნდა მიხვიდე და სთხოვა. აი საბედნეთში როგორ არის თვით? როცა საბედნეთში ადამიანი მიდის და უნდა რომ შვილი მოინათოს, ეუბნება მოძღვარს. მოძღვარი ურეკავს მე თავის მრევლში თუ ვინმე ისეთი პიროვნება არის, განსწავლული და სანიმუშო პიროვნება, ის ადამიანი სიხარულით მოდის, ბავშვს არ იცნობს, არც მშობლებს არ იცნობს და დიდი სიხარულით, ასე ვთქვათ, ხდება მიმრქმელი. მე მას საჩუქრებს უყიდის, სკოლაში მას მიყავს და ძალიან მაღალ დონეზეა სხვათა შორის საბერძნეთში ეს
ასე თქვა მოვალეობა და ჩვენთან სამწუხაროდ ბავშვებმა ფოტოებიდან თუ იციან თავის ნათლია ან ოქროს ჯვარი რომელიც ასე თქვა უყიდა ნათლია ეხლა მეგონი ოქროს ჯვარს აღარ ყიდულობენ ეკუეზარება და ან იჯღანებიან თქვა და დამავალეს და არ მინდა და არავინ არ გავალებთ ჩემო ძვირფასებო ნათლიობას არ შეიძლება ეს ხათრი თქვა თანხმობა და მე თქვა სახში ვიყოთ განგითხვაში და ასე გასაგებია რაოდენობაზეც მინდა კითხოთ რადგან ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი ზოგი მოძღვარი ამბობს რომ არ არის სასურველი თქვათ იყოს 7 8 ზოგს 12 ნათლია წყავს არჩეული და აი ზოგი თვლის რომ ეს რა მოხდა ნორმალურია წმინდა წერილიდან ცნობილია რომ ნათლისმცემელი რამდენი იყო ნუ ცხადია ერთი იყო ხო მაგრამ ახლა მაინც ქართველები ვარ და ნუ იყოს მაქსიმუმ 2 გოგონა და ვაჟი როგორც მეჯვარეები ამაზე დოგმატური სწავლება არ არის მაგრამ მე ვიცი რომ ერთი საკმარისია ნორმალურია შეზღუდვა ყოველ შემთხვევაში ამ ხრივ როგორც ასეთი არ არის არ იყოს მაგრამ აი ელისაბედ არ არის ლამაზი მე 5 ნათლია მყავს მამა ნეტა 10 იყოს და 10-დან ერთი ხომ მაინც ერთი გარდაცვლილია ერთი ხომ მაინც ნორმალური კარგის გამოჩნდება რა საინტერესოა უყურეთ 3 ნათლია აქ დგა და მეუბნება რომ 2 ამერიკაშია და 1 ინგლისშია და მოიხსენიეთ რა ნათლია რომ ნათლობაზე არ ესწრება ახლა ხო კი ჩვენ ამის ეკონომია ქვია გიორგი ახლა გასაცილოა მაგრამ შეიძლება ეწყინოს რომ მოგვისწინოს და აბა მე ნათლია როგორ არ არის ნათლია მაგრამ ნათლია ხარ მაშინ როცა შენს ფუნქციას ასრულებ როცა შენ თვეში ერთხელ მაინც დაბადების დღეზე მაინც ან დღესასწაულზე მაინც ხო წეწაში ერთი წყალკუთხედავაა და მარტო ერთხელ მოკითხვა ესეც ხომასაც ხო არავინ არ აკეთებს და მოდი მე მიმართავ ყველა მიმრქმელს რო გთხოვთ ჩემო ძვირფასებო რომ თქვენი მოვალეობა შეასრულეთ თორე თქვენ იქნებით მატყუარები უფლისწინაშე რომ თქვენ პირობა დადეთ უფლისწინაშე დამდოს ეშმაკი დაგვრცინის და გეუბნები რომ შენ თქვი რომ შეუდგები ქრისტეს და არ შედგომილ ხარ და პატარა ბავშვის მაგივრად შენ დებ აღთქმას რომ ის შეუდგება ქრისტეს ჯერ შენ თვითონ არ იცი შეუდგები თუ არა და ნახეთ რამხელა პასუხისგებლობა რომ იძახი რომ ეს ბავშვი შეუდგება ქრისტეს ამ დროს ბავშვი ტირის მოკლედ რა ვიცი ჩასრულიცა აქ ამ დროს შეიძლება რაღაცა აი მას არაფერი არ ესმის და ჩვენ ხო გვესმის მოძღვარიც ვალდებულია რომ ცირე კატეხიზაცია ჩაუტაროს და უთხრას რომ დასავლეთი მხარე ეს არის უარყოფითი ძალთა სამყოფელი ზურგით იმიტომ მდგები რომ არ ნერწყვებ ეშმაკს მე ბრუნდები და დებ აღმოსავლეთის მხარეზე აღთქმას რომ შეუდგები რომ უნდა მოსანათლი თეთრებში შემოსილი იდგეს თმები უნდა ქონდეს გაშლილი ფეხში შველი უნდა იყოს რაც არის სიმბოლო გოლგოთისკენ სულისა რომ ეს არის ჯვარცმა რუსულში კრიშენია ეს ნიშნავს რომ ჯვარცმასთან არის დაკავშირებული ქართულში ნათლისღება ნათელი მიიღო უფრო კარგი სიტყვაა ხო რომ ამოდის ემბაზიდან ჯვარი უნდა ჩამოკიდო ეს ნიშნავს იმას რომ ის უკვე გახდა მხედარი ქრისტესი და საჭურველი მიიღო ყველაფერს თავისი დაკრთვა და მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ რომ ემბაზი არის საფლავი საფლავ და სამჯერ ჩასვლა წყალში ეს ნიშნავს რომ 3 დღე ჯოჯოხეთში იყო ქრისტე და შემდგომში უკვე ისე თქვათ ის აღდგა და ნახეთ ადრე წელიწადში 1 დღე იყო დიდი შაბათი ნათლისღებისთვის მთელი დიდი მარხვა დადგენილია მხოლოდ იმიტომ ადამიანს კატეხიზაცია გაევლო და დიდ შაბათს მოძღვარი ან ეპისკოპოსი გამოცდებს ჩაუტარებდა გამოკითხვას და დიდ შაბათს მოინათლებოდა მე ყველა ერთად უკვე შეთრებში შემოსილი ზეიმობდა აღდგომას არ შეიძლება მეორედ ნათლობა არ შეიძლება გადანათლავდნენ ნათლია არ მომწონს ან გარდაიცვალა და მეორედ ნათლავენ ბავშვებს და მეცაც გეტყვით რომ ბევრი ქართველი საბერძნეთში რომ დაინახა რომ იქ მაღალ დონეზეა ნათლობა და ნათლიები ცოტა ისეთი შეძლებული ხალხია იტყუება რომ არა ვარ მონათლული და მეორეთი ნათლებია ეს ნიშნავს რომ ქრისტე გავაკრათ ჩვენ ჯვარზე მეორედ ძალიან დიდი ცოდვაა მეორედ ნათლობა თუ ხარ მართლმადებლად მონათლული მეორედ ნათლობა უკვე აღარ შეიძლება კი არა ძალიან დიდი ცოდვაა გასაგებია თუმცა ვთქვათ აი როდესაც ადამიანს არ ახსოვს მაგალითად აი კომუნისტურ პერიოდში ბევრი შეიძლება ვერ ინათლებოდა ან არ ინათლებოდა და ან არ ახსოვს ბევრს არის თუ არა ბავშვობაში მონათლული ასეთ შემთხვევაში რა ხდება ასეთი ბევრი ადამიანი მოვიდა ეკლესიაში და ასეთი ფორმულით ინათლება თუ ნათელღებული არ არის ნათელს იღებს და ფორმულას ვიტყვით ახლა ერთი მომენტი მინდა შეგახსენოთ, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ აი ძალიან ბევრი ბავშვი იბადება სნეულებაში და ისე მალე კვდება, რომ ვერ ნათლავს ვერავინ. ეკლესიამ ეკონომია ქვია მას, არის აკრიბია, რომ ზედმიწევნით დაცვა ყველაფრის და ეკონომია არის განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაკუთრებული ქმედება ნებისმიერ მართლმადიდებელს, ეს ბებიაქალი იქნება თუ ექთანი თუ ვინც იქნება, შეუძლია ბავშვი აღამაღლოს, გამოსახოს ჯვარი და ჰაერით მოინათლოს. ჰაერით ნათლობაც არსებობს. იყო მომენტი უდაბნოში, ასე ვთქვათ, ადამიანი კვდებოდა და ქვიშა დააყარეს თავზე და იმით ეს ყველაფერი ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, იმიტომ რომ რა იცი ხვალ ჩვენ ცხოვრებაში ან ჩვენი ახლობის ოჯახში რა ხდება, ხო?
და მონათლავი ბავშვი მოგეხსენებათ ვერც ხონდება, ნათლისღარეშე ხონება არ არსებობს და ეს ყველაფერი ექიმებაც უნდა იცოდნენ და ყველა იმ პერსონალმა, ვინც სამანტყოფოში არის შეხებაში ბავშვებთან და ან ადამიანი კვდება და არ არის მონათლული, ხო? მისი ნათლობა შეიძლება აქაც ეკონომია ქვია, წყლის დასთხმით თავზე და რა ვიცი, ეკლესიამ ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ჩვენ განათლებული ადამიანები ვიყოთ და არავინ არ წაგვართვას ეშმაკმა და არ წარწყმიდოს მოუნათლავი ადამიანი და თუმცა თავის დაუდევრობით ამას არ გააკეთებს და იტყვის რომ არ ცოდნაო მე მგონი და მამაო კიდევ აქტუალურია ის თემა რომ იმის გამო რომ შეიძლება ვერ გაშალონ დიდი სუფრა თქვა ტრაპეზი და ბევრი ადამიანი ვერ დაპატიჟონ ბავშვის ნათლობას გადადებენ ხოლმე და ეხლა მაგალითად ჩემი ახლობელია ერთ-ერთი ასეთი ზუსტად ვიცი უკვე ბავშვი ხდება 2 წლის და ჯერ მონათლული არ არის იმიტომ რომ სუფრა ვერ გააკეთეს ან ელოდებიან ვიღაცას ზოგი ხშირად ამას ამბობს სხვათაშორის რაღაცა პერიოდი თითქოს აღარ იყო და ნათლავდნენ ახალდაბადებულებს და ახლა ამას დიდი განმარტება არ ჭირდება ეს ქართული ამპარტავნება და მეცოდება ყველა ეს ბავშვისაც ფარველი აი წარმოიდგინე რომ ბავშვი სკოლაში არ მიყავდეს იმიტომ რომ მასწავლებლები არ მოგწონს და აი სანამ კარგ მასწავლებლებს არ მიიღებენ არ მივიყვანო გახდება 20 წლის მერე ხო 15 წლის დარჩება გაუნათლებელი ასე ახლა აი ეს მოძღვარი არ მოწონს ის ილია მეორეს მინდა მარტო მოვანათლინო და ასეთი რაღაცები იციან სანამ ესამი არ მეყოლება არ მოუნათლი ესეთი ის წამოვიდა კიდე ახლა ხო რა ვიცი ახლა ნათელი და მირონი ყველაფერი ერთი და იგივეა უბრალოდ პატრიარქმა თქვა იმიტომ რომ ჩვენ აღარ მრავლდებით ადამიანებს ეზარებათ შვილის გაჩენა და პატრიარქმა თქვა ოღონდ თქვენ შვილები გააჩნეთ და მე ვიქნებიო თქვენი შვილების ნათლიო და მადლობა ღმერთს 20,000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა ხო და წარმოიდგინე ვისაც 1 და 2 ყავს და ელოდება მესამეს და ბარემ ერთად მოუნათლილებ მე მგონი არ უნდა იყოს თქვა ჯანმრთელი მდგომარეობა ხო ასე რომ ბავშვები უნდა მოინათლონ დიახ რაც შეხება ხო თქვი აი ეს რადკი სუფრა ვახსენეთ ეს არის რიტუალი რომლის აღსრულებაც ნებისმიერ დროს შეიძლება ხო ისა საიდუმლოება რომლის აღსრულებაც ნებისმიერ დროს შესაძლებელია ანუ მარხვაშიც და ხსნილშიც აი ამ შემთხვევაში სუფრასთან ხდება ხოლმე რაღაცა ამ სუფრას ვერ გავაკეთეთ ვერ გავაკეთეთ იმიტომ რომ ეს ჩვენი რეალობაა ასე ხდება იმრავი შემთხვევაში როცა მოდიან და გვეკითხებიან აი სუფრა მეუნე ქრისტიანი ხარ მართლმადებელი ხარ არ მარხულობ ხო აი უკვე უხერხულია თუ ქრისტიანი ხარ მართლმადებელი ხარ და არ მარხულობ რაღა გაინტერესებს ვერ გავაკეთე სამარხვა გააკეთე სუფრა იმიტომ რომ ნათლობა დღესასწაულია ხო თუ მაინც და მაინც მარხვაში მოუწია მე 40 დღემ და ბავშვის უძლურებაშია მონათლე და ტრაპეზი რა ვიცი შეგიძლია გააკეთო სამხსნილოს და სამარხვოს ხო ვინც მარხვაზე არის მარხვა შეინახავს ვინც არ შეინახავს თავარი არის განწყობა უკვე ჩვენ ფარისევლებს ემსგავსებით ხალხო და ამ ყველაფერს გარეგნულად ვაქციოთ ყურადღებას აი მაგალითად ნათლობის მერე ეს ჯვრები სად შევინახოთ ეს სანთლები სად დავდოთ იმას კი არ მეკითხებიან თქვა როდის ვაზიაროთ რა მევალება თქვა რა აი ჯვარი დაკიდონ აუცილებელია მამა იმიტომ რომ წეგან ახსენე ჩვენ არავის არ გვინდა გული ვატკინოთ მაგრამ აი შეძლებული ადამიანები ვისაც ხშირ შემთხვევაში ირჩევენ ხოლმე ოჯახის წევრები საკმაოდ დიდი ზომის ჯვრებს ყიდულობენ იმიტომ რომ ეს რაღაცა კარტონად ითვლება რომ აი ესე იგი ბავშვს ხის ჯვარი ალბათ ხო მაგრამ აი ამ ფიზიკური სიდიდის გამო ამ ჯვრებს ვერ ყიდებენ ხოლმე ერთი ხის პატარა ჯვარი სასურველია ხის პატარა ჯვარი ბავშვი ამ დროს თავისუფლად ატარებს და დანარჩენი ჯვრები იარლიკები არ გადავყაროთ ოღონდ იარლიკებით შევინახოთ რამდენია გადახდილი ამ ჯვარში და ისე შევინახოთ ეცინდებათ მაგრამ აი წარმოიდგინეთ ხო ჯვარს გვაძლევენ იარლიკები და ერთხელ გავეხუმრე ნათელს ხო ყველა ჯვარი ოქროსია მეთქე კი მამაო ყველა ოქროსიაო ერთხმათ იპასუხა სოყალა ანუ სირცხვილია ეს ამას ვანიჭია სირცხვილი არ არის ეს ჩვენი დამოკიდებულებაც არის კარგია რომ ამით ვაძლევთ რა არის რომ ჩემი დამოკიდებულება ოქროთია გამოხატული მე იმდენად მიყვარს ქრისტეს ჯვარი რომ ოქროსი ვიყიდე მაგრამ ეს განწყობა თუ არა მაქვს საშუალება ამაში ნუ ჩავიციკლებით ერთ იმასაც გეტყვით რომ ესეთი ნათქვამი არსებობს იესო ქრისტესო ოქროს გული და ხის ჯვარი ქონდაო და არის ხალხი ვისაც ქვის გული აქვს და ოქროს ჯვარი აქვს კიდევ ერთი შეკითხვა ამ ჯვრებთან დაკავშირებით მამა მე მსმენია ჩემს ირგვლივ იმიტომ რომ ჩემი რამდენიმე მეგობარი მუშაობს ბანკში და ხშირია შემთხვევები მათ რაღაც გულის ტკივილი თუ თქვათ რომ ძალიან მეუხერხულება როცა მოაქვთ დასალომბარდებლად ჯვრები და ამბობს თქვათ მშობელი რომ ჩემი შვილის ნათლობის ჯვრებია და აი გაჭიროების დროს სხვა გზა ეს რა როგორ თქვა არც ვიცი ძალიან ძნელია ამაზე პასუხი და სასურველია ეს სასურველია მაინც ნათლობის და ჯვრის წერის კალიცოებს და ჯვრებს ნუ მივიტანთ მართლა ლომბარდში მაგრამ თუ ეხლა რა ვიცი ადამიანის გადარჩენას ეხება, სნეულებას ეხება საკითხი, ამ შემთხვევაში ბუნებრივია. და რა იმას ეხა თქვა შვილის ჯვარი დაალომბარდო და შემდეგ მეგობრებთან ერთად კაზინოში წაგებული თანხას არ უნდა ეხება ან რესტორანში, მე მგონი აქ გაუმართლებელია.
ეს უკვე ძალიან ესეთი საკითხია, რაც ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის და ამიტომ რა ვიცი, მე ვფიქრობ, ჩვენ ყველა საკითხი დაახლოებით განვიხილეთ. თუ ვინმე არ გვეთანხმება ეკლესიაში მობრძანდეს და ყველა მოძღვართან შეუძლია პირადი კონსულტაცია გაიაროს. და ერთი არის პასუხი, რომ გავიგოთ ბოლომდე რა დღესასწაულია, ესა თუ ის დღესასწაული და ნუ იქნებით გარეგნულად მოზეიმე ფარისეულები. იმიტომ რომ მე სხვა სექტანტები დაგვცინია, რომ ნახე 3 ლიტრიანი ბანკი წყალი იმაგ თან იწყებულებათან განკითხვაშია, თან ჩხუბობს, რიგში ჩხუბობს. მოწიწებით უნდა წავიღოთ გულზე მეხუტებული წყალი, რომ აი მე ღირსი გავხდი ღვთისწყალობით, რომ ღმერთმა თავისი სიდიადე, სპინდა სამება გამომჟღავნდა, რაც დაფარული იყო ამდენი ხანი და მე სამების თაყვანისმცემელი ვარ და არა რაღაც გარკვეული ადამიანების და მიმდევრობების და რაღაც გარკვეული წრეების. რაც შეეხება მამო ნათლულების მიმართ ყურადღების გამოჩენას, სხვათა შორის გუშინ ერთ-ერთ ჩემს მეგობარს სოციალურ ქსელში მონიშნული ყავდა თავისი ნათლულები, ეპატიჟებოდა მათ დღეს წირვაზე ჯერ და შემდეგ უკვე ერთ-ერთ საბავშვო ცენტრში. რაც მე ვფიქრობ, რომ რაღაცა მისაბაძია და გული დამწყდა, რომ მე თვითონ ამას ვერ ვაკეთებ სამწუხაროდ. თუმცა შენ გაქვს ამის მიზეზი, ეხლა მეც დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი დღეს წირვას და მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ ცუდ საქმეს არ ვაკეთებთ ისე რომ მე მგონი გვეპატიება. დარეკვა და მოკითხვაც საქმეა რომ შევახსენოთ იმ ადამიანებს რომ მათთვის ვარსებობთ ჩვენ და მე სულ ვახსენებ ხოლმე იმას აქ ვინც არის რომ ესმით რომ სულ ვიხსენიებ ლოცვებში და როცა ამის საშუალება მაქვს მართლა ვცდილობ რომ ერთად წავიდეთ დადაშში და ტელევიზიიდან მოზღრავ გიორგი ხო რა თქმა უნდა. ვცდილობ. მამა გიორგი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ სხვადასხვა სიმბოლურია დღეს ჩვენი გადაცემის განთიადის დაბადების დღეა და 7 წლის გავხდით. 7 წლის 2009 წლის 19 იანვარს გავედით პირველ ეთერში და თქვენ აი ამ დღიდან მოყოლებული თანამშრომლობთ ჩვენს ტელევიზიაში. მიხარია და მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ. დიდი მადლობა თქვენ ამით. ყოველთვის სიხარულით მოვდივარ თქვენთან. დიდი მადლობა ნახვამდის. დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი საუბრობდა სტუდიაში 9 საათი ერთად